მამუკა ხაზარაძის მიმართ პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, უწყებას საგამოძიებო კომისია დღეს ბადრი ჯაფარიძეზეც მიმართავს. ლელოს ლიდერები კითხვებს გაექცნენ და კომისიაზე არ მივიდნენ, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. საუბარია ბიზნესის რეკეტზე, კონკრეტულად კი მაგნატის საქმეზე. ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ დავით კეზერაშვილის სასარგებლოდ იმოქმედეს. ბიზნესის წართმევისა და დაკავების დეტალებზე ჯემალ ლეონიძემ გუშინ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დეტალურად ისაუბრა. არაერთი შეხსენებისა და კომუნიკაციის მიუხედავად ბატონმა მამუკამ უარი განაცხადა კომისიის მოთხოვნის შესრულებაზე, ის არ გამოცხადდა გუშინ კომისიის სხდომაზე. გუშინ დღის ბოლოს მისი საქმე გადაიგზავნა საქართველოს პროკურატურაში დადგენილი წესით და დაიწყო გამოძიება. ჩვენი კომისიის შესაბამისი წარმომადგენლები ვიქნებით მიწვეული პროკურატურაში, გამოცხადდებით, მივცემთ ჩვენებას და ბატონი მამუკა ხაზარაძეც არის დაბარებული იმისათვის, რომ ახსნას მისი ქმედების მიზეზები. ამ ყოველივეს იმიტომ ვყვები, მეგობრებო, კოლეგებო, რომ ყველა დაბარებულმა პირმა ჩვენს წინაშე კიდევ ერთხელ გაათვითცნობიეროს, რომ ეს არის განსაკუთრებული პროცედურა, ეს არის საქართველოს პარლამენტის, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს ნებითა და გადაწყვეტილებით შექმნილი დროებითი საგამოძიებო კომისია, რომლის მოთხოვნის შესრულებაც არის სავალდებულო. თუმცა კანონის დარღვევის უფლებას ესა თუ ის პირი თავის თავს თვითონ აძლევს და შემდეგ დგება პასუხისმგებლობის საკითხი.